და მაინც რა არის სიმსივნე? აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და პასუხიც გაცემული იქნება. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ფოტოზე ერთი და იგივე გოგონაა გამოსახული. 4 წლის ანიქირიას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს სიკვდილთან. არ ვაჭარბებთ. ბავშვის სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია. გოგონა სასწრაფო საჭიროება ცვლის ტვინის გადანერგვა. ამ ოპერაციის გარეშე სანის გადარჩენის არანაირი შანსი არსებობს. სახელმწიფოს დაფინანსება უკვე ამოიწურა. კლინიკა იძულებული გახდა ბავშვი გაეწერა და ახლა უცხო ქვეყნის მიწაზე საბრალო დედა სასტუმროს პატარა ნომერში მომაკვდავი შვილის გულის ფეთქვას დარაჯობს. ვინ იცის, იქნებ მისი მზეც ისევე ნაადრევად ჩაესვენოს, როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენი ქართველი ბიჭუნას 10 წლის დავით ხოშტარიას მზე ჩაესვენა სამუდამოდ. ისიც ხომ ვერ აქ სიმსივნეს ებრძოდა. ახლა კი ზამთრისივი მიწა ემზადება, რომ ბიჭუნას პაწაწინა სხეულს დაეყაროს. არ უნდა დავუშვათ, რომ იგივე ტრაგედია დატრიალდეს სანიქირიას ოჯახში. ერთხელ უკვე დაგვამარცხა ვერაგმა სიკვდილმა და ახლა სიცოცხლის გამარჯვების ჯერია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.